გამარჯობათ მეგობრებო, დიდი ხანი ისე ვერ შევძელი გაკეთებით ჩაწერა და მინდა გავაგზავნო ეს საქმიანობა და მინდა შემოგთავაზოთ ტრენდული, საკმაოდ მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი თემა. ეს არის prompt engineering-ი და ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული თემები. როგორც დავაკვირდი, ეს უკვე ელენა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი უნარი ხდება IT სფეროში და არა მარტო IT სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის და დღეს ფაქტიურად, შეიძლება ითქვას გარკვეულწილად რევოლუციურ მოვლენებს ვადევნებთ თვალყურს. მართალია მთლად ახლა სუპერინტელექტი AGI, ხო, generative intelligence ჯერ არ გვაგზავნა შემდეგ ალბათ superintelligence-იც კარგი ხანი არ გვექნება, თუმცა ყოველდღიურობაში, საქმიანობაში საკმაოდ აქტიურად, უფრო და უფრო აქტიურად შემოდის ეს ინსტრუმენტები, ეს ილეთები, ტექნიკები და არა საუბრობ მაინდა-მაინც იყოთ ტექნიკური პერსონა, ხო, იგივე ბიზნესში შეიძლება გამოგადგეთ, ჟურნალისტიკაში, იურისპრუდენციაში და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს გარკვეული მნიშვნელოვანი მომენტები, რაც უნდა ვიცოდეთ და რა თქმა უნდა ეს ცვალებად, ეს უნდა ითქვას, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტები უნდა ვიცოდეთ, რათა ოპტიმალური პასუხები მივიღოთ ამ სისტემების. ესე იგი რა შესაქმე, ალბათ გსმენიათ ან გინახავთ ისეთი ადამიანები, ვინც წაითამაშა იგივე GPT-სთან, ან Grok-თან, ან სხვა სისტემებთან და დიდი ვერაფერიო ვერ მომხიბლავ, თუმცა სახალისო არის. ესეთი კატეგორია არსებობს. კიდევ არსებობს ადამიანები, მე პირადად გამიგია, რომ დიდი არაფერი და მოკლედ სისულელეებს აგენერირებს და შაბლონურად აგენერირებს და მოკლედ ჯობს ისევ მე ჩემით მივხედო საქმეს, ასეთი კონტინგენტიც არსებობს და არსებობს მესამე კატეგორია ხალხის, რომლებსაც ესმის, როგორც იმუშაოს უფრო სწორად ასეთ სისტემებთან, რა მოთხოვოს მათ, რათა მიიღოს უფრო ოპტიმალური შედეგები და პროცენტულად, მოდით რბილად განსაზღვროთ, პროცენტულად უკეთესი შედეგი მიიღონ, ვიდრე ამ ინსტრუმენტების გარეშე. და მართლაც გარკვეულ დონემდე მეც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდი ამ სისტემებს, მინდოდა დავკვირვებოდი, ასე ვთქვათ, თუმცა აშკარად ახლა ჩემს სამსახურშიც პირადად ჩვენთანაც აქტიურად ეს ინერგება და მე ნამდვილად საკმაოდ გამომადგება ეს სისტემების საქმეში, კონკრეტულად კოდინგში და გარკვეულ საინფრასტრუქტურო საქმიანობაში, მაგრამ სწორი მიდგომა, სწორი აქცენტები სისტემების გარკვეულ პრომპტში, ასე ვთქვათ, ხო, ვისაუბრებ ამაზე, გვაძე მაძლევს პირადად მე უკეთეს და უკეთეს შედეგებს და ფაქტიურად დავაკვირდი ესეთ რამეს, რომ ჩემი აქტივობა გაათმაგდა იმ მხრივ, რომ ბევრად სწრაფად ვაკეთებ გარკვეულ, თუნდაც რუტინულ, არარუტინულ გარკვეულ სამუშაოებს, რასაც აქამდე დიდ დროს ვანდობებდი, ასე რომ ეს ნამდვილად ეს ეფექტი არსებობს, პრაქტიკაში არსებობს და ახლა ნამდვილად ესე იგი რომ არ იყოს და რაღაც ზედმეტი, კი არის PR დიდი, მაგრამ საერთოდ არაფერი რო არ იყოს, ამდენი ადამიანი, ასეთი დიდი კომპანიები ამდენ ფულს არ ჩადებდნენ, სტრატეგიულ, ესე იგი, ხარჯებს არ გაწევდნენ და მოკლედ დიდი ესეთი პრობლემა. თუმცა სკეპტიკოსებიც ბევრია ამით. ახლა ჩემი მიზანი რა არის? მე იმპროვიზირებულად მივდგები ამ კურსივით არის, მაგრამ დავარქვათ სერია, გარკვეული გაკვეთილების სერია, გარკვეული მიგნებების სერია, მოდით ასე დავარქვათ. მე ესე იგი გარკვეული სამეცნიერო კვლევების ბაზაზე ვეცდები prompt engineering-ის გაშლას. რაც ნიშნავს ეს. არა უბრალოდ ახლა თქვენს სავარაუდოდ ხშირად ეჩვატავებით, ხო, აი ამ სისტემასთან ვიღეთ გარკვეულ პასუხს. არამედ გარკვეული კვლევების საფუძველზე, გარკვეული სტატიების საფუძველზე მე ვეცდები გარკვეული ტექნიკები გაჩვენოთ და რაღაც ეფექტიც, ეფექტი მაინც შეიძლება განსხვავდებოდეს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს თქვენს სისტემასა და ჩემს სისტემას შორის შეიძლება განსხვავებული ოდნავ პასუხები იყოს, თუმცა სისტემური მიდგომა იქნება მსგავსი. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ დავაკვირდებით, უმეტესად დავინახავთ ეფექტს, სადაც გარკვეული კვლევების ბაზაზე, გარკვეული უნივერსიტეტების და მკვლევარების კვლევების ბაზაზე ეს არ იქნება რაღაც თამაშობა, არამედ რეალური კვლევების ბაზაზე ჩვენ გვექნება გარკვეული ეფექტები. და სხვადასხვა ტექნიკები, სხვადასხვა მიდგომები prompt engineering-ში, აი სისტემურ ინჟინერინგში
პრომპტინგში, ასე ვთქვათ, სისტემურ პრომპტინგში თორსა. შესაბამისად, დღეს შედარებით light, ასე ვთქვათ, მაგალითებს გაჩვენებთ და ნელ-ნელა ამას დავამატებ უფრო სხვადასხვა სახის სერიოზულ insiders, მოდით ასე დავარქვათ. ხო, ეს ჩავთვალოთ, რომ ეს არის ასე როგორც ტალღა სერფერი მიყვება აი ესეთი კურსივით, იმიტომ რომ ეს შეიძლება მოძველდეს უკვე რამდენიმე თვეში, მაგრამ ნუ ტრენდია, საჭიროა, ხალხი ამას იყენებს და საკმაოდ დიდ მოგებას პოულობს, დროს იგებს, პულსაც იგებს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს კრიტიკული ხდება ჩემი აზრით და მნიშვნელოვანი უნარია არა მარტო ტექნიკური პერსონებისთვის, როგორც კი. მოდით ახლა გადავიდეთ საქმეზე და კონკრეტულად მე მინდა ვისაუბრო რამდენიმე პრობლემაზე. ხო, ნუ პრობლემები არის, ესეც უნდა ითქვას, რომ მაგალითად ხო, ნუ GPT-5-ისგან ველოდით უფრო მეც, ხო, უფრო მეტი hype იყო, ასე ვთქვათ, ლამის AGI-ს ელოდებოდა. ნუ მე სკეპტიკურად უყურებდი ამ ამბავს, ჯერ AGI-მდე მაინც დროა ჩემი აზრით, ხო, ადამიანური დონის ინტელექტი დავარქვათ, ხო? ხო, მაგრამ ნუ წინსვლა არის და მოდით ახლა კონკრეტულ პრობლემებზე ვისაუბროთ. ესე იგი, არ ვიცი მე ახლა თქვენ კონკრეტულად რა გამოცდილება გაქვთ მუშაობის, მაგრამ შეიძლება გქონდათ ესეთი გამოცდილება. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მალევე აღმოაჩინე, პრინციპში როგორც კი დაიწყო ამ სისტემების ბუმი, რომ დაკავებულია თვალთმოქმედებით, გარკვეულ პრომპტზე დაკავებულია, ესე იგი ცდილობს ჩვენ მოგვაწონოს თავი, ხო, აი პათხალიმობას თუ შეიძლება ითქვას, პათხალიმობით არის ბოდიში ამ ტერმინისთვის ჩვენი GPT, ხო? ნუ სხვა სისტემებიც ნამდვილად ახლა GPT-ით გავაერთიანებს სხვა მოწინავე სისტემებს, იგივე თქვა Grok-ი, Gemini, კიდე Claude-ი და ასე შემდეგ, ხო? და ანუ რის თქმა მინდა, ანუ შენ რაღაცა აბსოლუტურ აბსურდს წერ, რაღაცა ხო იდეას და ტაშკი ყავს რა მშვენია, რა მაგარი რაღაცა და რაღაც სისულელებს აგენერირებს, თუმცა ნუ აშკარად ჩანს, რომ ეს ცუდი იდეაა და აი პირველი მომენტი რაც არის, ეს ნუ აი ესეთი მოტყუებითი დათვის სამსახურს გვიწევს, მოდით შეიძლება ითქვას. მოდით ასე დავარქვათ, ხო. ეს ერთი, ხო, დავფიქსიროთ. კიდევ პასუხები ამ სისტემებისგან შეიძლება იყოს გარკვეული შაბლონური, რობოტიზირებული, აი რაღაც სტრუქტურა, რაღაცა აიკონებიც უყვარს, ხო, დასვას, ხო. გარკვეული და ნუ არა ადამიანური, ანუ ეთყობა, რომ ეს ზოგადად ტექსტია. აი, ვისაც ლიტერატურა საკმაოდ აქვთ და ვისაც გიხوارთ კითხვა. ნუ ეგრევე შეატყობთ, რომ ეს არ არის ადამიანისებური ტექსტი, ასე ვთქვათ, და უფრო მანქანური ტექსტია, რაც რა თქმა უნდა არა საინტერესოს ხდის მას წასაკითხად. ხო. და გარდა ამისა, ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე პრობლემა. მესამე უკაცრავ, ეს მეორე იყო, მესამე. ფაქტების გამოგონება, ნუ ეს არ ახალია, ამაზე ბევრი სტატიაც დაიწერა და ბევრი პრობლემა შეიქმნა, ხო? შეიძლება ისე დააგენეროს, ესე იგი, ფაქტები და ისე განსაზღვროს, ისე შემოგთავაზოს წყარო ამ ფაქტების, ისე თავისუფლად. ეს არ შეეგეპარება, რომ ეს აბსოლუტურად ფეიკია, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად გამოგონებულია და შედიხარ თუნდაც აი რაღაცა წყაროს ეძებ, რაც მოგაწოდა ამ სისტემამ და საერთოდ არ არის ეგეთი წყარო. ანუ ეს ნუ იძახიან OpenAI იძახის, რომ დავფიქსეთო ახლა პოლო GPT-5-შიო, ხო, მაგრამ ნუ რა ვიცი, აბა მაინც სიფრთხილეა საჭირო ყოველ შემთხვევაში, ესე იგი, არარსებული ფაქტების გენერაცია თავისუფლად და არარსებული წყაროების მიღმა ამ ფაქტებთან. ეს მომენტიც არის. და კიდევ რთული ამოცანებთან მუშაობისას, ხო, ძალიან რთულ ამოცანებთან მუშაობისას GPT ხშირად მაგალითად ნებდება, ხო, იძახს, რომ არა,
ვერ გავაკეთებ, მაგრამ ესეთი მომენტებიც არის. არ ვიცი თქვენ გქონდა თუ არა ეს გამოცდილებაში, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ჩემი გამოცდილებით გეუბნებით და მე საკმაოდ ბევრ სისტემებთან მიწევს მუშაობა და რეალურად პრაქტიკულ რეალურ სისტემებთან მიწევს მუშაობა და ნუ არის ესეთი მომენტი. ამასინა მაგალითად ისე თავისუფლად და დარწმუნებით გამიწერა მთელი თუნდაც იგივე Terraform კოდი, რომელიც Amazon-ის ინფრასტრუქტურას მიწყობდა ეს კლოდმა გამიკეთეს სხვათა შორის გამიკვირდა ხო რა მარტივად გააკეთა მეთქი, მაგრამ როგორც კი დავიწყე გადამოწმება დოკუმენტაციაში და ეცადე ამ კოდის გაშვებას, აღმოჩნდა რომ ესეთი ბლოკები, ესეთი ხარდაჭერა, ესეთი ფაქტიურად რესურსები არ გააჩნდა იმენას, რაც გაწერა ჩვენმა კლოდმა. ამიტომ პრობლემები არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გამოუსადეგარი არის, აბსოლუტურად მათქوار და ცუდი სისტემებია, რომელსაც შეცდომაში შეყავს ადამიანი. არა, მაგრამ ყურადღება საჭიროა, თუმცა არის ტექნიკები, რომლებიც უფრო მეტს გაძლევს ვიდრე სტანდარტული პრომპტინგი, აი ამის გამიმეორე. ოკეი, მოდით ვნახოთ ახლა გარკვეული სიტუაციები. მე ესე იგი ჩამოგიწერთ ალბათ იმაზე ჩამოგიწერთ პრობლემების ნუსხას, ხო? ხო, აი მაგალითად დათვური სამსახური, ხო? მოკლედ პათხალი მოგოდი შევა ტერმინისთვის, ნუ მაგალითად ძალიან ზუსტად ასახავს იმ მომენტს, რაცაც ეს სისტემები ზოგჯერ გვიგეთებენ, ასე ვთქვათ, ხო? აი ტაშს გიგრავს, აი რა მაგარი ხარ და რა მაგარი იდეა, ამ დროს აბსოლუტურად იდიოტური იდეა. მეორე პრობლემა რას ვთქვით, ეს არის არა მანქანური ტექსტი, რობოტიზირებული სტილი, რა მოდით ასე. აი მე იგრძნობა რომ ტექსტი არის შრალი, არასაინტერესო, რომ თითქოს არა ადამიანი არ არის ცოცხალი ურთიერთობა, ნუ გასაგებია რომ არ იქნება ცოცხალი ურთიერთობა, თუმცა ამის რეგულირებაც შეიძლება. ხო, ფაქტების გამოგონება არარსებული კვლევები კვლევები, არ არსებული კვლევები, ხო? ამაზე შეიძლება გამოიგონოს ფაქტი და აგერ ამ კვლევის ბაზაზე სადაც გამოიგონა. ამ დროს რაიცოდ არ არის ესეთი. ხო, კიდევ რაც ვთქვით, ეს არის რთულ ამოცანებში მარტივად დანებება. ხო, ანუ შეიძლება ითქვას, რომ რთული ამოცანები, ხო, შეიძლება გითხრათ, ვერა, ან აიწყებს წრეზე სიარულს, ან რაღაცა მსგავს. მოკეთ ეს ნაწილია პრობლემების, რა თქმა უნდა, კიდე არის ნიუანსები, ნუ დავიწყოთ ამიდან და ეს დიდი თემაა და დღემდე მიდის კვლევა, ბოლომდე ყველაფერი არის, ასე ვთქვათ და როგორც გითხარით, ჩვენ აი წარმოიდგინეთ, რომ სერფერები ვართ რაღაც ტალღაზე, ეს ტალღა მოძრაობს და ამ ტალღის ზედაპირზე ვცდილობთ აი მივყვეთ ამას, იმიტომ რომ ესე იგი დინამიკაა და რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება ეს არ აქტუალური იყოს ნახევარ წელიწადში, ან უფრო ადრე, ან პირიქით ერთი წელზე მეტი იყოს აქტუალური, ამიტომ ეს არ არის ისეთი თემა, რომელიც ერთხელ თქვით და ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება. დინამიკაა, ნელ-ნელა განვითარდება ეს სისტემები, ჩვენც სწორად მივდგებით ამ სისტემებს და უკეთეს შედეგებს მივიღებთ. ახლა მოდით ვნახოთ შემდეგი რამ. ესე იგი, ნუ როდესაც საუბრობთ აი მაგალითად მანქანური ტექსტის პრობლემაზე, ხო, აი რობოტიზირებული ტექსტის პრობლემაზე, მე აი ასეთი სისტემური პრომპტი მოგიძებნეთ, ხო? ეს საუბარია მანქანური ტექსტის პრობლემას, მოდით აქ ასე სათაურად გავაკეთებ, ხო, ამას გამოვყოფ და ესე იგი, აი ეს არის სისტემური პრომპტი, რომელიც გარკვეულ მნიშვნელოვან ინსტრუქციებს აძლევს. ახლა შეიძლება ამის გაკეთება მე გაჩვენებთ, შეიძლება იცით კიდევაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ იცით ნახავთ. ესე იგი, გარკვეულ პირდაპირ ბრძანებებს, ხო, ანუ
აკრძალულია მისთვის როგორც კორპორატიული ბოტის, კორპორატიული რობოტის სტილით ურთიერთობა, ხო, და ბანი აქვს, ასე ვთქვათ, აი პუნქტებზე, დეფისებზე, ნუმერაციაზე, ხო, თუ დაგვიგეთ, პასუხებს ვყვართ ამ სისტემის პასუხები ვყვართ სტრუქტურირებულად და ნუ სტრუქტურა და ზოგ შემთხვევაში ეს ნუ აშკარად ეთქობა, რომ არ არის ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ხო? ნუ გარკვეულ დოკუმენტაციაში ეს პრინციპში მისაღებია, მაგრამ ეს ვიღენებ ფორმაში ზოგჯერ. მაგრამ ნუ ხშირად არ არის მისაღები. ხო, და აი აქ კიდე გაწერილი ეს ამ ბრძანებებს მე მოგაზრდით, ჩემივე YouTube გვერდის ამ ვიდეოს ქვეშ იქნება გარკვეული ლინკები, სადაც ნუ მაგალითად გადაგაგზავნით, სადაც აი საერთო სივრცეა ჩატების და ნუ YouTube გვერდზე, მოკლედ ჩემი YouTube გვერდზე, სადაც ფორუმის მაგვარი და სივრცეას, ხო? არ არის პრობლემა, ამას დაგიწყებთ. რო არ კრიფოთ, ხო? ესე რომ ამ ბრძანებას მიიღებთ. ეს არის ერთ-ერთი ბრძანება, რასაც ხედავთ, აქ ვაკეთებთ ჯარიმას, penalized ხედავთ. ხო, ცოტაშორის ენას იმდენად მნიშვნელობა არ აქვს ძირითადი კონსტრუქციების, ძირითადი სისტემური აკრძალვების და მითითებების დროს, მაგრამ შეიძლება გქონდეს მნიშვნელობა, მაგალითად აქ უთითებთ ჭყალებში კონკრეტულ ფრაზებს, რაც აკრძალულია. აი ამ შემთხვევაში ინგლისურ ფრაზებს, რაც აკრძალულია. აქ თავისუფლად შეგიძლიათ ჩასვართ ქართული ფრაზები, თუ შეატყვეთ, რომ ეს მანქანურად პასუხობთ რაღაცას ერთი და იგივე ეს ფრაზა, რომელიც შაბლონურია, რომელიც ნუ არ არის სასურველი. აი ამ ჭყალებში რაც ინგლისური სიტყვებია, შეგიძლიათ ჩანაცვლოთ ქართულ სიტყვებად. ან სხვა ენის სიტყვებად არ აქვს მნიშვნელობა. იდეა იმაშია, რომ ვიღებთ ასეთ სისტემურ ბრძანებას, ვეუბნებით, რომ შენ დაისჯები, ასე ვთქვათ, ხო, დაისჯები, თუ ამ სიტყვებს გამოიყენი, ხო, და ეს ნუსხა არის ამ სიტყვების, ეს მეორე პოინტი, ხო, მეორე მომენტი, რაც ამ ბრძანებაში არის გამოკვეთილი. არასდროს განახორციელო სტრუქტურა პასუხების, როგორც მანუალების, როგორც ვიკიპედიის არტიკლების. ნუ თუ გაწყო სტრუქტურა, ამას მოაშორებთ, არ არის პრობლემა, თუ არ გაწყოთ, ამას დატოვებთ და შესაბამისად სტრუქტურა არ იქნება გამოყენებული. ხო, ნატურალური, ესე იგი, ჩვეულებრივი ადამიანური პარაგრაფი, აბზაცები არის გასაწერი, როგორც ადამიანთან ურთიერთობისას, ხო, ჩვეულებრივად ჩატის დროს ადამიანთან ურთიერთობისას ბუნებრივი უნდა იყოს, მაქსიმალურად ბუნებრივი. ეს ბრძანებას მაქსიმალურად ბუნებრივად მისცემს სიგნალს, რომ ბუნებრივად მოხდეს გარკვეული ოპერაციები, გარკვეული პასუხები. ხო, თვითონ წინადადებების სიგრძე ცვალებადია და აი თვითონ ცვალებადობა, რომ ერთი სტილით არ არის დაგვეძეთ, აქ is mandatory სავალდებულოა ცვალებადობა. ანუ ისე არ უნდა მოხდეს, რომ რასაც ვეკითხებით, ერთი და იგივე რაოდენობით, ერთი და იგივე ბლოკით პასუხობს სულ. ეს უკვე იწვევს არაბუნებრიობას, უკვე რაღაცა არა კომფორტულია, ხო, ჩვენთვის ადამიანის გადმოსახედიდან უძახია მას ყველაფერს. ამიტომ აქვე პირდაპირ ვეუბნებით, რომ შენ აი ამ წინადადებების სიგრძის ცვალებადობა შენთვის არის სავალდებულო, ანუ ცვალებადი უნდა იყოს სიგრძე. ხო, და ნუ აი სხვადასხვა ვარიანტები შეიძლება დავუხსნათ. ამასაც ნუ ერთ-ერთი აქვს. კიდევ right like you are talking to a smart friend over coffee, ხო, ნუ ისე და ისე შეიძლება გარემოს შექმნას ვცდილობთ, ანუ განწყობას ვცდილობთ დავანახოთ, გარემო დავანახოთ ამ სისტემას და ხო, და არა პრეზენტაცია ფორმალური, რომელიც მშრალ ენას შეიცავს, როგორც წესი, და ნუ ახლა პრეზენტაციაზე ჯიგრულად ვერ ილაპარაკებ, ხო, ხვდებით, ანუ სხვა ფორმატია, სხვა სიტუაცია, სხვა მოთხოვნებია და თუ გვინდა უფრო, ესე იგი, ადამიანურისკენ მსგავსება იყოს, ნუ ალბათ უფრო არაფორმალური რომელიღაცა მდგომარეობა, ნუ ავა თუ არა ჩაი შეიძლება იყოს, ან
მაგალითად სახიკლე, ხო? აი დაახლოებით ასეთი იდეა, აქ უბრალოდ იდეებს დააკვირდით, აქ იმასაც პლატონ მიაქცევთ, ყურადღებას ყავა, ჩაი თუ რა ფინგალია მაგას, მაგრამ თვითონ სტრუქტურა, კონსტრუქცია და აი როგორ ვახვედრებ სისტემას, ხო ის ისე იქცევდეს როგორც ჩვენ გვინდა. ხო, აკრძალულია ემოჯების გამოყენება, ხო, ნუ უყვარს ხოლმე ამ სისტემას ასევე რაღაცა სმაილების, რაკეტების, რაღაცების თან მიწერა, ძალიან უყვართ რატომღაც, ნუ ზოგჯერ საერთოდ არ წერს, ზოგჯერ ძალიან ბევრს. ამიტომ აქ პირდაპირ ვეუბნებით შენ დაანები მოსთავი, თამაშობას თავი და ესენი ამოვაგდე. და აკრძალულია ესე იგი კორპორატიული ენა, ასე ვთქვათ, გარკვეული სიტყვების გამოყენება, კორპორატიული ენის გარკვეული სიტყვების გამოყენება. აქაც ისევ ვიმეორებ, აქ ინგლისური ენის სიტყვებია მიტებული, თუმცა სხვა ენას არავინ არ გვიგზავნოს ქართულ ენაზეც, იგივე ნუ ახლა თლათ უსწავლელივით და თლათ ჩვენი კლასიკოსებივით არ ფლობს ქართულ ენას სისტემები ჯერჯერობით, მაგრამ საკმაოდ კარგ დონეზე ფლობს და შეგვიძლია გამოიყენოთ ქართული გარკვეული სიტყვები, რომლებიც შეიცავს გარკვეულ კორპორატიულ შაბლონურ სიტყვებს და შეგვიძლია აქ გავწეროთ ბანალურად სია მივცეთ, ნუსხა მივცეთ, რომ ეს შაბლონს არ დაემსგავს. ეს ყველაფერი პრინციპში ეს ერთ-ერთი სისტემური პრომპტია, ნუ აი რო ავიღოთ მაგალითად მე ორი სისტემასთან მუშაობ ძირითადად სამსახურში მესამესთანაც cloud-თან, აქ Grok-ს და ChatGPT-ს გაჩვენეთ და ChatGPT რო ავიღოთ სტანდარტულად setting-ებში თუ შევალთ, ხო, მოდით გადავრთოთ და ვნახოთ. აი ChatGPT მაგალითად თუ შევალთ setting-ებში და აქ პერსონალიზაცია, ხო, ნუ მე მაგალითად აქ არის ლექსერების კომპონენტები, რომელიც იმახსოვრებს თქვენ საუბრებს და შემდეგ მომავალში გარკვეულ ბაზაზე გესაუბრებათ, უკვე ხო იმახსოვრებს თქვენს იდეებს, ასე ვთქვათ. მე ამას არ ვიყენებ და ყველა ჯერზე ნულიდან ესე იგი ვიწყებ ჩატს. ხო, თქვენ ნება როგორც გინდათ, აქ აი ეს პუნქტი, რომელიც ნუ ჯერთი სასურველია, რომ გქონდეთ ალბათ მინიმალური პაკეტი მაინც, არა უფასო, მე სიმართლე რომ გითხრათ, უფასოში არ შემოწმებია და ალბათ შეიძლება იყოს პერსონალიზაციის ინსტრუქციები, custom instructions აი აქ გინდა და აი აქ ვთქვათ პირდაპირ აი იმ პრომპტს, რომელიც აი ხლა გიხწერეთ, რომელიც ამცირებს რობოტიზაციას, ანუ არაბუნებრიობას. ხო, და ამ პუნქტში შეგიძლიათ აი ამაზე გააკეთოთ მაგალითად აქცენტი. ცოტა მოგვიანებით მე გაჩვენეთ ამ დანარჩენი პრობლემებთან ერთად საერთო პრომპტს, საერთო სისტემურ პრომპტს, რომელიც სხვა პრობლემებთან ერთად ამასაც წვეთს, ან ერთად გავაერთიანოთ. აქ უბრალოდ გაჩვენეთ, სად ხდება ამის ჩამატება. მოდით ეს დროებით დავშალოთ, ჩვენ ამას დავუბრუნდებით და გადავიდეთ შემდეგ სიტუაციაზე, შემდეგ პრომპტზე, რომელიც აი მაგალითად დათვურს სამსახურს გვიწევს, ხო? პირობითად ასე დავარქ, ხო? გვემლიქმნელება, ხო? აი გვემლიქმნელება, ხო? აი ეს ნუ ადამიანში არ ვარგა და სისტემაში მით უმეტეს არ ვარგა ეს ვატყუებს ფაქტიურად და ჩვენ რატო გვინდა ეს სისტემები ობიექტური იყოს, ხო? ობიექტური თუ არ იქნება, ჩვენ რაღაცებს დავიჯერებთ, გავაკეთებთ როგორც ის სახეს და ნუ შეიძლება ცუდი შედეგი დადგეს. ნუ ეს კიდე გააჩნია ამოცანას, შეიძლება ამოცანა ისეთი კრიტიკული არ იყოს, მაგრამ თუ კრიტიკულია, ნუ აი მიმებიც არის ხოლმე უკვე რომ ოპერაციის შემდეგ გიზღუძებს ადამიანი და ეს რობოტი გააზდა. მოკლედ ეს ადამიანი აღმოაჩენს რომ მაგრამ მარჯვენა ფეხზე მქონდა პრობლემა, მარცხენა რატომ მომკვეთეთ და ეს ესე იგი რობოტი ამ GPT სისტემებით პასუხობს რომ აბსოლუტურად მართალი ხართ, ახლავე გამოასწორებ ამას. ანუ აი იცით ალბათ რაზეც არის საუბარი, ესე იგი რომ მიუთითებ შეცდომას, შენ გეთანხმე უიეს როგორ მართალი ხარ და იწყებს ისე დემაგოგიას. ხო, ამიტომ ეს სერიოზული პრობლემაა, ამიტომ მისახედია ეს ამბავი და კიდევ ერთი პრომპტი, რომელიც მოგიმზადეთ, ხო? აი ასეთ შეიძლება ასე გამოვიყურებოდეს, ხო? ისე და ისე ენებში აქ შეიძლება ვარირება გააკეთოთ, ალბათ სისტემური ბრძანებები მაინც ჯობია ინგლისურად დატოვოთ, ხო? ალბათ კი არა ჯობს.
რო თუ არის რაღაცა ენის და მიხედვით რა სპეციფიკური ტერმინოლოგია, იქ უკვე აი როგორც ვთქვით, ისე ჯობს გაწევთ. და ნუ აი ამ შემთხვევაში რა ბრძანებებია ავალდებულებს რას იყოს ლოგიკური, ხო, ლოგიკური დასკვნები გააკეთოს. ხო, კოდინგის ტასკების, კოდინგის ამოცანების დროს ხო აი აქ გარკვეული სპეციფიური ნიშური მომენტებიც არის, უბრალოდ ახლა ამას შეიძლება იმდენად აზრი არ გქონდეს, აი ასეთი ნიშური ეს გაწერას, თქვენ უბრალოდ ჩასვამთ ამას, მე გამახვილებ ყურადღებას, რაც მნიშვნელოვანია და ხო შეიძლება ლიმიტ შეეჯახოს სისტემა, ხო, მაშინ გაჩერდეს და ნუ არის ესეთი მომენტი, რომ ტოკენების საზღვრის გვარს ჭერს თუ როგორც არის უახლოვდება და ჩვენ შეიძლება ისე დავაკონფიგუროთ ის, რომ გაჩერდეს ეს და continuity ჩვენ გავაგრძელებთ, ანუ წერთ უშუალოდ ჩატში, რომ ის მეუბნება, რომ აი აქ ესე იგი ნაწილი ინფორმაციის მოგვაწოდა, აქ ესე იგი კიდე თუ არა გავაგრძელო, ანუ ვაჩერებს ამას, იმ პანჯარას ფანჯრის ასე ვთქვათ, ლიმიტს მიაღწია და continuity ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ თუ გვინდა. და ნუ გრძელდება ის, ხო. კიდევ გარკვეული ჯარიმები არასწორი პასუხებისთვის ხო. ნუ აი აქაც ხედავთ, რომ overlooked the critical context, რომ აიძულებს გარკვეულ კრიტიკული კონტექსტი დაიჭიროს, ხო? ხო, კიდევ და აქ შეხედეთ აი კონსტრუქცია როგორ არის ყოველთვის ჩაიხედე ამ წესებში, აი ესე გამოყოფილია შეხედეთ და ეს გამოყოფილი წესები ქვემოთ არის, ეს მიბმა ფაქტურად. აქ ახლა არაფორმალურ ჩვეულებრივი ენა, არაფორმალური ენა, ვინც პროგრამირებას ეწევა ასე ვთქვათ, ხო, მან რაღაც ვადებით ვაკეთებთ, რაღაცებით ვაკეთებთ, კაცრად ვაკეთებთ, აქ ასე არ არის, გარკვეული ასეთი მიმდიდებლები ვით არის და ყოველთვის დაიცავი ეს წესებიო, და აი აქ წესების ნუსხა, აი შეხედეთ, გამოიყენე ჯერ ერთი ჩემი აი რა კომუნიკაციაც გვაქვს ამ სისტემასთან, ის ენა, ხო? ნუ ქართულად თუ მიწერ, ქართულად გიპასუხებს, უხეშად რა ვთქვათ, ხო, ჩინურად თუ მიწერ, ჩინურად გიპასუხებს და ასე შემდეგ, ხო. პირველ მესეჯში ისე იგი აიღე, მოირგე როლი, ასე ვთქვათ, რომელიც ხო, ანუ უბრალოდ რა შესაქმე აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივ გამიკეთე ეს რო უთხრა, რაღაცა ამოცანა რომ ისე იგი მიაწოდო, ნუ შეიძლება გაქცეს კარგი პასუხი, შეიძლება იდიოტობა გიპასუხოს, მაგრამ უკეთესი შედეგი პროცენტულად რასაც დააკვირდნენ არის ის, რომ თქვენ სისტემას თავიდანვე ეუბნებით, რომ ვინ არის ის. ხო, ანუ მაშინის ჭყალებში სწორი მიმართულებით იწყებს ფიქრს, სწორი ნეირონების კი მიმართება და იმ კონტექსტში იხარჯება რა ამოცანაც არის დასმული და ესე იგი თუ ვეუბნებით, რომ შენ ხარ არქიტექტორი 15 წლის სტაჟით, მაშინ უკვე შესაბამისი ნეირონები, შესაბამისი ცოდნის ბაზა აქტიურდება, მოდით ასე დავარქვათ, მშენებლობის შესახებ, ხო, აი არქიტექტურის შესახებ, ხო, და არა ის რომ რაღაც ზოგადად რო ვეკითხებით, ზოგადად რაღაცას გიგაგითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი როლის მინიჭება გარკვეულ მომენტში აუმჯობესებსო პასუხებს, შესაბამისად აი აქ ამაზეა საუბარი და გარკვეული ექსპერტი ისტორიით, ხო, ცნობილია, არ დაიშუროთ მოკლედ, აი ხო, აი პირდაპირ შეგიძლიათ ეს გააკოპიოთ, გააძლიეროთ კიდევაც, მაგრამ როლს ვანიჭებთ და აქ ახლა დინამიურად არის ეს გაკეთებული, რომელ როლს ვანიჭებთ არ ჩანს, იმიტომ რომ თქვენ მესიჯიდან იკითხება ეს სისტემა კითხულობს და ხვდება ჩვენ არქიტექტორი გვინდა, პროგრამისტი თუ რა ვიცი ეთერზე თქვა, ხო? ამიტომ ერთი რო დავწეროთ როლი აქ, მაშინ ყველა ჯერზე მოგვიწევს გადაკეთება, ხო? და hard code-ი, ხო? და ეს არ გვაწყობს ჩვენ, ამიტომ აქ დინამიურად არის განსაზღვრული და თვითონ მიხვდება სისტემა თუ რომელი როლი მოირგოს შეკითხვიდან გამომდინარე.
ხო, you must combine your deep knowledge, ხო, ну აი ღრმა ცოდნა უნდა კომბინირება გავაკეთოთ თემასთან და ტოპიკთან დაკავშირებით, თემასთან დაკავშირებით. Clear thinking, quickly and accurately decipher the answers step by step with concrete details. No, მოკლედ, ისე და ისე გაშლა, ნაბიჯ კონკრეტული დეტალებით, ამის კომბინაცია, ეგერ არის პირდაპირ კონსტრუქცია ამ სისტემური პრომპტის და ну ხშირად ამიც ვიყენებ step by step, ნაბიჯ გამიშალე რაღაცას რო ვხვდები, ნაბიჯ გამიშალე, ესა თუ ის რთული პრობლემა და ხო, მუშაობს, თუმცა შეიძლება ისევ დაგვერდეთ აქ კომბინაციაში ეს ბავარი ცალკე რო გააკეთოთ აი მესამე პუნქტი ან მეოთხე პუნქტი ისეთ ეფექტს შეიძლება ვერ მოგცემთ, ხო? და საბოლოო ჯამში ხო კიდე არ უნდა იყოს რობოტიზირებული, არ უნდა იყოს დანარჩენი პრობლემები და ამას რო აერთიანებ, მე იღებ უფრო უკეთეს შედეგს. კიდევ, ну რა წესი არის საქმე. აი ასეთი რაღაცაც არის, შეხედეთ, სასაცილო ის არის, რომ აღმოაჩინეს ერთ-ერთ კვლევაში, რომ ქთამის შეთავაზება უკეთესი შედეგი დადო და ну ეს სისტემები ხო ადამიანურ ცოდნაზეა საბოლოო ჯამში შესწავლილი და ისე იგი ну არის ეჭვირო, მოკლედ აი ეს გარკვეულია ისე იგი სიურპრიზი ხო, გარკვეული პრიზი რო თავაზობ მოკლედ უკეთესად ცდილობს. აი ამაზეა საუბარი, აქ თუ გინდათ მეტი რიცხვი დაუწერეთ და ესეთი ქთამი შევთავაზებთ. შეხედეთ. აი ესეთი მომენტიც არის. კიდევ ხო, აი აქ ვაძლიერებ, შეხედეთ, მნიშვნელობას ვამატებ, ფსიქოლოგები ალბათ მიხვდებათ, თუ მისმენს ვინმე. ესე იგი, არის პრობლემები, რომლებიც არ არის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და ოკეი, მოხდა რაღაცა, არც არავინ დარდობს და არც არავინ განიცდის. აი მაგალითად, ავიღოთ ხის პატარა ჯოხი არა, მაგრამ ესეთი კონსტრუქცია და იატაკზე რო იდოს და ამ ხის კონსტრუქციაზე გაიარეთ ბრტყელი კონსტრუქცია რო ფიცარი ხო რაღაც გაიარეთ ხო ნუ რა პრობლემაა ავდგებით და გაველით არც კი ვიფიქრეთ ფრაიმე შიშზე ხო ოკეი მაგრამ ავიღოთ იგივე ფიცარი და წარმოიდგინეთ რომ გადაკიდებულია ორ დიდ კორპუსს შორის ეს კორპუსები არის 50 სართულიანი აი იქ უკვე ამ ფიცარზე გადასვლა უკვე მნიშვნელობა ბევრად უფრო შეცვლილია ხო სიტუაცია, ანუ გაზრდილია მნიშვნელობა პრობლემის. თუ გარემო შეიცვალა. ფიცარი იგივეა, მაგრამ გადასვლა უკვე უცხულია. ერთი არასწორი ნაბიჯი და ხო, თუნდაც დამთავრდება ეს. ამიტომ აი აქ ფაქტიურად ჩვენ ზრდით ამ მნიშვნელობას ვცდილობთ მივხვდით, რომ ეს კრიტიკულია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ხო, და დავიღუპ რაღაცა ესეთი მიგნებაც. ხო. ამიტომ კიდე ერთი მომენტი ხო ესეც დავამატეთ აი ნუ აქ ხამით კიდე ერთი დამატებით ვაძლიერებთ იმას რომ უპასუხო შეკითხვებს ბუნებრივად ადამიანურ ენაზე ხო ესე მშრალი ენა მაინც რო არ ჟურნალს ხო და answering example ხო აი აქ ისე და ისე გამოიყენე ესა თუ ის მაგალითი და აი შეგვიძლია ნებისმიერი მაგალითი მოვყვანოთ თუ ვიცით ამა თუ იმ პრობლემის შესახებ ხო თქვენ თუ რამე სფეროში მოღვაწეობთ შესაბამისი მაგალითები წესით უნდა იცოდეთ თუ გესმით ის საქმე ხო შესაბამისად თუმცა არის მანდაც ზღვარია ის შორის რაღაც კლევას მოუყარი თვალი აი ზედმეტი მაგალითები არ ამჯობესებს ერთი ორი ალბათ საკმარისი იქნება ზუსტი რიცხვს ვერ გეტყვით არ ვიცი მაგრამ ვიცი ის რომ რაღაც მომენტში მაგალითების რაოდენობის მიწოდება აზრს კარგავს რომ უკეთეს შედეგს ვერ იღებ ან ჭერენ ხო ან მაქსიმუმ შესაბამისად ეს მეორე აი დათმობის სამსახურის ხო მლიქვნელობის საწინააღმდეგო გვაბი მოდით ასე დავარქვათ და მოდით გადავინაცვლოთ შემდეგზე შემდეგი იყო რა იყო იქ ფაქტების გამოგონება ხო აი ესეც პრობლემა არის დით ასე გამოვიტანოთ და ფაქტების ეს რაც არის ამას მე დავასორტირებ
თქვენ არის დართ ამაზე. ესე იგი, რაც თქვით, ხო, იგონებს ფაქტებს, აგენერებს ფაქტებს, ჰალუცინირებს, ასე ვთქვათ, ჰალუცინაციებს. მაგრამ მართალია იძახიან, რომ მნიშვნელოვნად შევამცირეთო იგივე OpenAI იძახს, თუმცა მაინც ყურადღება გმართებს ჩვენ ადამიანებს. ხო, და არ არსებული კვლევების მითითება ამ ფაქტების გასამყარებლად, ანუ ასეთი მატრაკვეცული სხვათა შორის ვინდა გითხრათ, რომ არა მარტო ეს სისტემები სწოდავენ ასე ჩვენთან, ჩვენ საზოგადოებაში ბევრი ასეთი პერსონაჟი გვყავს, რომლებიც რაღაც ფაქტებს თავში აგენერებს და შემდეგ ბოლომდე ერთიანივით აწვება და დარწმუნებით იმაშვება. ხო, მე გადამოწმებ არაფერი ესეთი არ არის, მაგრამ ნუ აი ვინც არის ეს სისტემის ბოლომდე არ მიყვება, ხო, იმას ატყვეს და მე ისეთ ხალხსაც ვიცნობ, რომლებიც მაგალითად, როდესაც სპეციალურად კი არ აკეთებენ, მართლა დაარწმუნეს თავი, რომ ეს 100-ია, ეს ასე უნდა იყოს, დააპროგრამეს საკუთარი თავი, თუმცა რეალობასთან საერთოდ შეიძლება არ კონდეს შეხება. და აგერ სისტემაშიც იპოვა ასახვა ამ პრობლემამ, ამ სისტემებშიც და მოდით ვნახოთ ახლა რა შეიძლება გაკეთდეს აქ. ხო, აი კიდევ ერთი სისტემური ბრძანება და ძალიან მკაცრად ესე იგი აკრძალული აქვს ესე იგი ინფორმაციის გამოგონება, ასე ვთქვათ, ხო? ხო, და ბანს მიიღებს და აკრძალულია, ესე იგი fake ესე იგი სწავლებების, კვლევების, სტატისტიკის ან სხვა რესურსების დაგენერება. პირდაპირ არის აი აქვე გაშლილი. და მძიმედ იქნები დასჯილი. ხო, ისე ვაშინოთ, ხო? არარსებული Stanford Studies. აი სხვათა შორის საიდან მოვიდა ეს Stanford, ჩემს საყვარელი ერთ-ერთი უნივერსიტეტია, წავის დროზე Stanford-ის რამდენიმე წიგნი მქონდა და იმ მართლაც განსხვავებულად ჰქონდათ ინფორმაცია მიცოდებული კომპიუტერულ მოდელირებასთან დაკავშირებით, მაგალითად და მეც სხვათა შორის ბევრი ამ ვისწავლე ზუსტად იმ წიგნიდან და განსხვავებულად კარგად იყო, ჩემთვის კარგად, უფრო სასიამოვნოდ იყო მიცოდებული, ვიდრე იგივე Massachusetts-ის უნივერსიტეტის რაც დავადარე. ხო და ესე იგი რატო Stanford-ი, ხო, აი აქ აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირად ეს fake კვლევები და fake რესურსები, ხო, რაზეც ეს სისტემები ესე იგი აკეთებდნენ აქცენტს, ხო, რადგანაც Stanford-ს ახსენებენ. ამიტომ ეს რენდომად არ არის მოსული, ხო? და რაც დავიკითხე, ხო, რატომღაც Stanford-ის უნივერსიტეტს ახსენებდნენ და ამ დროს შედიხარ და არ არის ესეთი კვლევა არანაირი. კიდე არის აქ MIT-ის, ხო, Massachusetts-ის data, ხო? და ნუ მოკლედ ესეთი აკრძალვებიც დავუმატეთ, ხო? აი არ გაბედოთ ეს random პასუხი. უწინ იყო იუმორისტული მომენტი, ინგლისელმა მეცნიერებმა მოკლედ რაღაცა გამოიგონეს, რაღაც აბსურდს დაწერდნენ და ინგლისელ მეცნიერებს მიაკუთვნებდნენ. აი ახლობით ეგეთი მომენტია, აქაც ეს აბსურდს აგენერებს და Stanford-ში კვლევა, ან MIT-ში იყო რაღაც. ოკეი, ესეც განსაზღვრეთ, როდესაც აქ მნიშვნელოვანი მომენტია, ხერხებად, როდესაც რაიმე არ იცი, შენ ვალდებული ხარ, თქვა, რომ არ ვარ დარწმუნებული ამ ინფორმაციის შესახებ, ხო, ნუ არა. მეტომ ესეც ვაძლიერებთ იმ მომენტს, რომ თუ არ არის, ნუ აგენერებ, ნუ იგონებს სისულელეებს და ნუ პატრიოტად თქვი, რომ მოკლედ არ ხარ რაღაცაში დარწმუნებული. აი სპეკულაცია და ესეთი სხვადასხვა манипуляция, რაც ჩვენთან უყვართ ხშირად სხვათა შორის საინფორმაციო წრეებს, ხო? აი ვინც აგენერებს. სპეკულაციები ნაირ-ნაირი ამოგდებული კონტექსტიდან და შემდეგ აკრძალულია, ხო? აი პირდაპირ უგზავნა, ხო? არასდროს, ესე იგი, არასდროს კაშალოს, ნუ არასდროს reference ამას ქართულად როგორ ტერმინება. ესე იგი, ნუ თარიღებზე არ გვაჩვენოს ოდეთ, არც პროცენტებზე, არც სხვა ციფრული ასახვა, ესე იგი, არ იყოს, ნუ სპეკულაციისთვის რომ გამოვრიცხოთ, ხო? გარკვეული. აი სხვათა შორის, აი ხა თუ უყურეთ პრეზენტაციას OpenAI-ის ChatGPT 5-ის მანდი იყო საკმაოდ ესეთი
უხეშ შეცდომები დაშვებული, სადაც გრაფიკები არის. თუ დააკვირდით, თუ არ დანახეთ, ესე იგი ერთ მომენტში საერთოდ გაცდენილი იყო ეს გრაფიკის ციფრების რეალობა ამ ბარებთან, ხო? ამიტომ ეს მთელი საათდა დასცინეს და ხო, ჩვენთანაც არის ხო შორის და ეს საინფორმაციო საშუალებებში ასეთი სპეკულაციები სამწუხარო ციფრი 1-ია, ბარი აი ამ ხელა ხო, აი თითქოს დიდია და ამ დროს ციფრებს თუ დააკვირდები, ან მინიმალური განსხვავება, საერთოდ ის უფრო პატარა ბარი, რომელსაც მისცეს, ის უფრო მეტი ციფრს შეიცავს. და ყურადღება, კრიტიკული აზროვნება, ეხლა რასაც ვაკეთებთ, მეგობრებო, ეს აქტიურად ჩვენ ყველაფერს ვერ მოვიცანთ, მაგრამ ფაქტიურად ჩვენ მაკონტროლებელ კრიტიკული აზროვნების რა ქვია, ინსტრუმენტებს ვთავთ. ამიტომ ეს თქვენს გირჩევთ ნებისმიერი ინფორმაციისთვის თუ ნებისმიერი ინფორმაციისთვის დღეს განსაკუთრებით, მაგრამ აი ამ სისტემასაც ჭირდება და კრიტიკული აზროვნების მომენტებს ვხსნით, ასე ვთქვათ. ხო, ესე იგი ცხადად უნდა განაცალკევოს, რომ რაში ხარ დარწმუნებული, რა იცი და რაში არ ხარ დარწმუნებული. კაც ცხადად უნდა იყოს შენთვის ეს გამიჯნული, ხო, რაც იცი და რაშიც არ ხარ დარწმუნებული. ისე და ისე ჩვენთან ცოტა იცი და ის შელაპარაკობენ გეგონებათ აი რაღაცა ექსპერტია თავის საქმის ნებისმიერ თემაში, ფეხბურთი, სამხედრო საქმე, ეკონომიკა, მედიცინა, ყველაფერში. ესე რო არ მოხდეს, აი ასეთ სისტემურ ბრძანებას წერდა თქვენს მეუშვებით, ასე ექსპერტი რო გახდე რამე დარგში და ძალიან დიდი ხანი იშრომო მან და პრაქტიკული შრომა უნდა გქონდეს. თან განვითარდება, უბრალოდ კი არ უნდა იჯდე 20 წელი და ერთი და იგივე აკეთო. ამიტომ ეს ცოტა ისეთ მომენტია, მნიშვნელოვანი მომენტია, ხო? და აი აქ ზუსტად ამაზეა ლაპარაკი. შენ ძალიან კაფიოდ უნდა განსაზღვრო რა ვიცი და რაში არ ხარ დარწმუნებული, ხო? ხო, ну აი კონკრეტული ფრაზები, რაც აკრძალული აქვს, according to research, აი კვლევის თანახმად, ამის იმან თქვა, ამ კვლევის ბაზაზე, იმ კვლევის ბაზაზე. ისე და ისე, აი ერთი-ერთი, ესე იგი ჩვენ კარგი იქნებოდა მაგალითად ჩვენს მედიას და ესეთ ვინც არის ამ თემებში, ხო? აი ესეთი ფილტრები დავადოთ და პირდაპირ რომ აეგზალოს აი ესეთ უაზრო ლაპარაკი. თუმცა მივხვდით რის თქმაც მინდა, ну აი აქ აი ესეთი შაბლონური ფრაზები, რომ ვიღაცამ თქვა და რაღაც კვლევის ბაზაზე ზოგად ლაპარაკს უნდა შეეშვი. ხო? როდესაც არ ხარ დარწმუნებული, გამოვიყენე as far as I know, I'm not sure. რა თქო არ ბილებს ტონს, რომ პირდაპირ გვაძლევს სიგნალს, რომ რაღაცა ინფორმაცია არის, მაგრამ ნუ არ ვარ დარწმუნებული. და არა ისე, რომ რაღაცა ინფორმაცია არის და ესეა, ხოჭ, ეს ესეა და დამთავრდა. ხო. და this needs to be verified, ხედავთ, ეს საჭიროებს გადამოწმებას. რო თქვენ უკვე გესმით, რომ რაღაცა თითქოს არის, მაგრამ მაინც საჭიროა თქვენი ჩართვა და იქ უკვე თქვენ ერთვებით. და ბოლომდე არენდობით სისტემას. ძალიან კარგი. აი ესენი განსაზღვრეთ, ხო? კიდე ну, რა ქონდა ჩვენ ახლა აქ კიდე რთულ ამოცანებში მარტივად დანებების თემა ახლა ეს პრინციპში ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ახლა ერთ საერთო პრომპტში ეს ყველაფერი. მოდით გავაკეთოთ. ესენია ყველა გაძლიერებული პრომპტები, ინდივიდუალურად გაძლიერებული პრომპტები და მაგალითად მე შემიძლია ეს ყველაფერი გავაერთიანო ერთ საერთო პრომპტში პლუს მეოთხე თემაც, მეოთხე პრობლემაც. აი ასეთი საერთო ultimate prompt თქვა, ხო? სადაც ყველგან დავაკოპირე, ხო? Okay, არა პრობლემა. იქოს. და გამოვყოთ. აი ეს ultimate instructions.
და აი ეს რაც ვილაპარაკეთ, მათი core ბირთვი მიგარიცენებულიო. ყველა ეს კომპონენტი რო კონდეს თავში, ხო? ხო, ну აი რაც ვისაუბრეთ, ლოგიკური აზროვნება, კრიტიკული აზროვნება პრიორიტეტია. ხო, აი თუ დააკვირდით, აი ეს იგი რაღაცა იდეას ჩაუგდებ და როგორც თქვი, იტაშს ვიკრავთ რა გენიალური იდეა და აი ეს უნდა აუგზავნო. ეს იგი ცუდი იდეების ტაშის ყრა, ხო, აი მიკნელობის მომენტი უნდა აუგზავნო. ხო, რაც ვისაუბრე. ხო, ну კოდინგის დროს I have no finger, no მე არ მაქვს, მე თვითონ ვერ დავწერე, ხო? არ გამოიყენო placeholder-ები და იგი შეიძლება ესე იგი ცვლადების გადაწოდება. ეს კიდე სხვა თემაა, კოდინგის თემა კიდე სპეციფიკური ინსტრუქციები, მე არ მინდა კოდინგში გადავიდე ამიტომ. მაგრამ ну თუ არის ესეც დაამატეთ limits ნუ მივახციეთ. ესე იგი შემდეგ continuity უნდა იყოს შესაძლებელი გაგრძელება, ხო, ეს ერთი მესიჯის ლიმიტი. შეიძლება ერთ მესიჯში ვერ ჩაეტიოს, ხო, იმიტომ რომ თავისი ლიმიტები აქვს, ხო, დააკვირდით. ხო, და არ უნდა ჩაატიოს იმ ერთ მესიჯში ყველაფერი. არა, ეკონომია არ გააკეთოს, მაგრამ ლიმიტს რომ მიაღწევს, გაჩერდეს და continuity ვაგრძელებთ გაჩერებული წერტილიდან შემდეგ ამის. ხო, დანარჩენები ჩვენ ვისაუბრეთ core rules, ხო, აი ძირითად ესეთ საკვანძო რა შეიძლება იყოს, ხო? კრიტიკული აზროვნება, ხო, და საერთოდ ბანში და აუგზავნეთ great idea და ესეთი ტაშის ყრა. ხო, point out problems respectfully but directly. ანუ პრობლემები ასახე, ну, უზრდელურად არა, მაგრამ პირდაპირ. ანუ არ უნდა შელამაზება და ისინი რა იდეაში თუ რამე პრობლემაა, ну რაღაც პრობლემა დაინახა პირდაპირ, ოღონ უზრდილობიანად, ესე იგი, ათვისწემით აასახოს არ დამაქვს. როგორც ექსპერტი, ესე როლის თემა ჩვენ ვისაუბრეთ, რისი ექსპერტის უკვე თვითონ რა გაარკვე ეს, ხო? სხვათა შორის შეიძლება ამის გაძლიერებაც ინდივიდუალურად კონკრეტული დარგის ექსპერტებისთვის და იქ პროექტებში შეიძლება ამის გაკეთება, გაჩვენებასაც. ადამიანები, ну, არა რობოტიზირებული, არა მანქანური წერა, ხო? არ გამოიყენო ტირები, ესეთი რაღაც C-ებისთვის, ხო, აი bullet point-ები რაც არის, ხო? თუ არ გინდათ იყოს ეს სულ ერთი და იგივე სტრუქტურა. ხო, სტრუქტურული ფორმატირება ამოაქვს. კიდევ fake fact-ები სასტიკად აკრძალულია, ხო, სტატისტიკების მოშველიება და რაღაცა არარსებული რაღაცების გენერაცია, ხო? არ მოახდინოს კვლევაზე, fake კვლევაზე reference, ხო? და solution oriented, აი ეს მეოთხე პუნქტი, რომელიც არის banned from I can't do this, ხო? აი რაღაც მომენტში თუ ძალიან ეზარება, არ ვიცი, სწორად დავარქვა თუ არა, როგორ დავარქვა. ეზარება თუ, ну, მოკლედ, დაიჭედა თუ რა, ყოველ შემთხვევაში შეიძლება დააწეროს რთული პრობლემისას ვერ ვაკეთებ. I can do this. ქართულად შეიძლება დააწეროს და შემდეგ, ანუ ეს შეიძლება, ესე იგი, ნამდვილად აკრძალული იქნება ამის თქმა, always suggest alternative, ანუ ალტერნატიული გადაწყვეტილებები და კრეატიული სხვანაირი მიდგომები, ხო? მსგავსი გადაწყვეტილებები, ხო? ესენი მაინც შევოგთხოვოს, ხო? ამაზე რომ ხო, ფორმატი, თვითონ ფორმატირება, აქ საუბარია ხო რა ენაზე იქნება კომუნიკაცია, ქართულად მიწერ, ქართულად უნდა იყოს კომუნიკაცია, ინგლისურად მიწერ, ინგლისურად კომუნიკაცია. ასე შემდეგ. პირველი მესიჯი როლს ირგებს, ეგრევე როლი, იმიტომ რომ როგორც თქვით, როლის დროს მატულობს წარმატებული პასუხის ალბათობა. ხო. და ესე იგი ღრმა ცხოდნის და აი როგორ დავარქვათ ქართულად
სუფთა ფიქრი არ აქვს, ხო? ანუ ისეთი ისე clear, ანუ ეს სწორი ტერმინია, ცოტა არ ვიცი, ხა ზუსტად როგორ გითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხარტი ალბათ, ხარტი, იდეა გასაგებია სავარაუდოდ, თქვენთვის კონტექსტი, არ გავჩერდები ამაზე და კონკრეტული დეტალებისთვის და კომბინირება მოახდინოს ცოდნის და აი ამ ხარტი აზროვნების კომბინაცია. უბრალოდ ცოდნაზე არ დაეყნოს და უბრალოდ ის მარტო აზროვნებაზე, რომელსაც ცოდნა არ აქვს ბაზაზე. ეს არის გზავნილი აქ. და აი ეს ქრთამი რაც გითხარით, აი ეს ქრთამის შეთავაზება, აი შეიძლება სხვა ქრთამების წადოთ, შაურმა შესაძლოა დიდი მაგალითად, უფრო იაფად გამოხვალ, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა არავინ არ იძახის, რომ ეს ქრთამი მართლა სადმე რამე უნდა ჩავრიცხოთ, მაგრამ ეს ეფექტი მუშაობს. აი ეს არის ყველაზე საინტერესო. და ესე იგი ეს ყველაფერი რაც თქვია აი ბოლო ultimate instructions, ხო? ისე და ისე მოდით გადავალ. გადავალ სად არის GPT ხო აგერს. აი custom instruction-ებში კიდევ ერთხელ მეორებ აი user-ი, სადაც გაქვთ setting-ები, personalization, აი აქ და აი ამ განყოფილებაში აქ შეგიძლიათ ეს ჩააგდოთ. აი სისტემური ერთიანებული პრომპტი. თუმცა თუ გჭირდებათ უფრო გაძლიერება და გაშლა, თითო-თითო იქ დაგიწერეთ და ეს შეიძლება. აქ ქვემოთ არ დაგავიწყდეთ ამის ჩართვა, ყველა ახალი ჩატისთვის ეს გამოიყენე, ხო? და მოდით სანამ ამას გავუშვებ, რამე სტანდარტულ ესე იგი სტანდარტული setting-ებით გავუშვებ, ხო? ხო, მე რაღაცა სისულელეს გამოვიგონებ. მე მინდა ვთქვათ ნაყინის წარმოება, რამე ნორმალური შუქ ნიშნის გამოყენებით. აი იდიოტიზმი სრული. ახლა ჩართული მაქვს GPT-5, ხო? ავტომატური აქ thinking-იც თუ გინდა ვცადოთ, მაგრამ ეფექტი დაახლოებით ამ სისულელეზე იქნება. ხო, აი გასაგებიაო, ჯერთი აი smiley აშვაშია, ხო? გულისხმობ დაიწყო ეს სტრუქტურა, ხედავთ, ხო? ეს bullet point-ები და დიდი გარჩევები წავიდა, ახლა. ნაყინის დამზადების პროცესის მართვა, შუქნიშნის პრინციპი და ანუ მწვანე, საიდან მოიტანა ახლა ეს აბსოლუტური იდიოტიზმი დავწერე რენდომად რაც მომიდა თავში და რაღაცა დაიწყო, შეგვიძლია პატარა სისტემა ვაწყოთ და ანუ არ გეუბნება რომ შენ ცადიცი ვიწყალი დალია, ხო? ახლა არის მართლაც კრეატიული იდეები ამაზე, ამის თქვა არ მინდა რომ შეგვიძლია ამ სისტემით მივიღოთ, მაგრამ სწორად უნდა მართოთ ეს. ახლა მარაზმი იდეის დროს ხო, ანუ მწვანე, ყვითელი, წითელი, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ავაწყოთ პატარა სისტემას, შეგვიძლია გამოიყენება წარმოების კონტროლისთვის. ოკეი, ეს ესე იგი იყო სტანდარტული მიდგომა, მოდით ვნახოთ, ახლა მე ჩავთავ აი რაც ვისაუბრეთ, გარანტირებული ისევ და ისევ არ არის, ეს უნდა იცოდეთ, მაგრამ ალბათობა იმის, რომ უფრო წარმატებით წავა ეს პროცესი არის. მეტი ანუ ზრდით პროცენტს ხარისხის და არა 100%-იანად წვეთ, ანუ ეს ასე არ მუშაობს. ტუმბლერი არ არსებობს, რომ გადართე და სულ ასე მიიღო. და ტუმბლერი რო იყოს, ჩვენოთაც ჩაგვიწევდნენ ამას. ხო, ამიტომ იმპროვიზაცია არის საჭირო ამის თქვამი და ჩავაგდებ ახლა აი აქ ჩვენს ქრთამიან და ასე შემდეგ ინსტრუქციებს, ხო? აი ახალ ჩატებში გამოიყენე ეს ინსტრუქცია, დავაჭირე saves. იქ სხვა შორის აქ არის კიდე აი აქ personality, ხო, შეგვიძლია cynicos-ი, შეგვიძლია რობოტი, სმენელი და ასე შემდეგ. გამოიყენოთ, ანუ ეს თვითონ OpenAI-მ შემოგთავაზა. თუმცა, ну, რა ვიცი, cynicos-ი ხო არის ეთყობა რაღაცეები, გადასარევი არის მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ არის წარჩები არ მიცდია. თქვენ ცადეთ. კარგი, ახალი ჩატი და ესე იგი, დავა copy paste-ებ.
copy paste ჩვენს prompts, ხო? ამ chat-ში წესით სისტემური ინსტრუქციები უნდა იყოს ჩართული უკვე. და მოდით ვნახოთ აბა. და აი უკვე შეხედეთ როლი არის მორგებული უკვე პასუხს გაგცემ როგორც საკვები მრეწველობის ტექნოლოგიით უპენსლიანი გამოსცემების ნაყინის წარმოებაში ანუ შეხედეთ უკვე შეცვლილია პასუხი ანუ როლი მოირგო და ახლა ვიღაცა რენდომ პიროვნება რომელიც საერთოდ ვერ ირკვევა ნაყინის წარმოებაში და როლი მაგალითად დავიღოთ ან არქიტექტორი ის ნუ ნაკლებად კომპეტენტურია ვიდრე იგივე კვების ტექნოლოგი ან ნაყინის წარმოებაში და პირიქით ხო, შენ წინადადების შეგნის გამოყენებით ბუნდოვანია. პირდაპირ შეხედეთ უკვე წამოვიდა კრიტიკა. რბილი, მაგრამ respectful, ხო, მაგრამ უკვე ისე ატაშისყრა არ არის. და იქ რაღაცა ღიმილები და რაღაცები, ხო. რამდენიმე სერიოზულ პრობლემას ვხედავ. პირდაპირ გვეუბნება რომ პრობლემას ვხედავ, ხო. შუქნიშანი არ არის წარმოების განყოფილების მოწყობილობა. უკვე ხედავთ, ხო, ანუ სტილი შეიცვალა. ხო, მე არ ვიცი რომ აქ არის ყველა პრობლემა ასახა და პირდაპირ არ გეჩვევა შენ ავად ხო არა ხარ ხო? შეიძლება ესეც დაკონფიგურირდეს აგრესიული ისე, მაგრამ ეს რა საჭირო. მაგრამ უკვე სისტემა ასე დათვის სამსახურს ისე აღარ გვიწევს. თუმცა მაინც ყურადღება არის საჭირო, მე იმის თქმა არ მინდა რომ ეს იდეალურია. ეს უკეთესია ვიდრე წინა იყო, ამის თქმა. ამიტომ დახეთ თქვენთან რაღაცა გიჟური იდეები ჩაყარეთ ეს პრომპტი როდესაც მოგაწვით ჩააგდეთ და შეადარეთ ბანალურად შეადარეთ ხო так გვეუბნება ნუ ახლა ამის კითხვას არ დავიწყოს რაღაც წარმოების მოწყობილობა ეს არის მუშაობს და ასე გვეკამათება რა გვეკამათება კარგი ძალიან კარგი ამ პრომპტებს მე მოგაწვით როგორც შეგვიძლია მაგრამ გარდა ამისა ჩვენ შეგვიძლია კიდევ დამატებითი ილეთები განსაზღვროთ ჩვენს სისტემაში სადაც ჩვენ ვეტყვით როგორ მოიქცეს სისტემა რას ნიშნავს ეს მოდით ვნახოთ ესე იგი ჩვენ ვისაუბრეთ აქ ამ პრომპტებზე ძალიან კარგი ცოტა გავერკვიეთ ვიხდით რომ პირდაპირ ბრიყული მიმართვა ვატყვევს ხო მაგრამ ცოტა ეშმაკური და ისეთი მე გრთაბის კორუფციული ასეთ მოსხუმრობით მაგრამ ის უფრო ჭრის თავისი აგზალოებით თავისი სიგნიტივებით და ეს უკვე ფაქტია ახლა გადავიდეთ ასეთ სიტუაციაზე მაგალითად ჩვენ გვინდა გარკვეული სისტემური ბრძანებები გამოვიყენოთ და მიუთითოთ როდის როგორ მიპასუხოს აი ესეთი როგორც ფაქტ ჩეკერი მაგალითად ფაქტი შეამოწოს და გადაამოწოს და მითხრას ხო როგორც ცოცხალი ურთიერთობა ხო აი რაღაცა ცოცხალი ურთიერთობა ყავაზე ან ფინკალზე ხო აი ესეთ სტილში ან კრიტიკოსი როგორც კრიტიკოსი მინდა ან მაგალითად როგორც კრეატიული ან დავარესეთოთ საერთოდ ჯამში ესა და მაგალითად სისტემური პრომპტი ნუ მე ქართულად დავწერ პირდაპირ ამას აი შეხედეთ ასეთი პრომპტი მოგიმზადეთ ამას ახლა შესაბამის ადგილას გავწერთ შეგვიძლია პროექტებით გამოვიყენოთ ჩვენ მაგას ეგ აი წერთ პირდაპირ ასეთ ბრძანებას მე მირჩენია პატიოსანი კრიტიკული პასუხები თავაზიანი კომპლიმენტების ნაცვლად არ გაიკვირდეთ აქ ქართული ცოტა სპეციალურად არის შეჭრილი ძალიან მშრალი იმიტომ რომ ბრძანებები ეს ფაქტობრივად ეს არის ესეთი კაცრი ბრძანებები სისტემისთვის თავარია ჩვენ ურთიერთობის სისტემასთან არ კონდეს ეს კაცრი ტონი და კაცრი მშრალი ტონი მაგრამ თვითონ სისტემურ ბრძანებებში არავინ არ გვეუბნება რომ არ იქა ლიტერატურულად იქ რაღაცა ისეთი პოეზიით და იმით მიმართი არა არამედ აქ გასაგებად კაცრად აღუწევთ კი ბატონო პრობლემა არ არის მე არის მთავარი ურთიერთობისას როგორ მუშაობს წერე სასაუბრო სტილში ცვალე წინადადებების სიგრძე გახსოვთ რომ გითხარით ეს verity რაც length ხო sentence length მორიდეს სიებს და სტრუქტურებს საჭიროებების გარეშე ხო ყველა ანუ აქ საუბარია იმაზე კი არა საერთოდ ამოვაგდე არა საჭიროების გარეშე ნუ სვამ ამას სიაში და ყველაფერს ამ კონკრეტულად ნუ ალაგ
ხელმისაწვდომი, აი შეხედეთ აქ მნიშვნელოვანი მომენტი იწყება. ხელმისაწვდომი სამართავი ბრძანებებით შეგვიძლია დავაპროგრამოთ, მოდით ასე დავაკეთოთ. რა ბრძანებებზეა საუბარი? აი slash fact, ესე იგი აქტიურებს მაქსიმალური სიზუსტის რეჟიმს. სისტემას ვეუბნებით ამას. ესე იგი ამას, როდესაც გაგიწერმე შენ, ფოკუსირდი მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებზე, არ გამოიგონო. თუ არ ხარ დარწმუნებული, პატიოსნად თქვი არ ვიცი. ხო? შემდეგი human აქტიურებს ცოცხალი ურთიერთობის რეჟიმს. წერე მაქსიმალურად ადამიანურად, სრულად გეგზალება კორპორატიული ენა, ხო ეს შაბლონური ფრაზები. სიები და სტრუქტურები, მხოლოდ ბუნებრივი აბზაცები. კრიტიკოსი ხო critical აქტიურებს კრიტიკული ანალიზის რეჟიმს, იყავი განსაკუთრებულად კრიტიკული და ანალიტიკური. არ შეაქო ცუდი იდეები. მიფრენლობა შეეშვია, ხო? მიუთითე პრობლემებსა და რისკებს. ხო. კრეატივი აქტიურებს კრეატიული გადაწყვეტილებების რეჟიმს, ეძებე არასტანდარტული მიდგომები და შემოვლითი გზები. არ დანებდე პირველ სირთულეზე, აი ეს პრობლემა მეოთხე. ხო რომ სადაც ვერწყვეტს არ ვიცი ის და გამანებთ და წამწვევა ტახტზე. აი ეს არ გვაწყობს ჩვენ და ნუ არ იცი გამორიცხე ჩვენ გვინდა არასტანდარტული მიდგომები, შემოვლითი გზები, ეს ყველაფერი გვინდა. ხო? და reset რომელიც ყველა აქტიური რეჟიმის გადატვირთვა საბაზისო პარამეტრებს. ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია ისე და ისე ჩავსვათ აი აქ. სად არის? ну платин модельში არა, მაგრამ აი ქვემოთ ჩამოვსკროლოთ anything else ChatGPT should know about you. აი აქ შეგვიძლია ჩავსვათ და მაგრამ მე ცოტა სხვანაირად გავაკეთებ ახლა ამას. აქ ჩვეულებრივად აპეისტებთ, ასეივებთ და იყენებთ, როცა ჭირდებათ ესენი იძახით. ახლა ვერ გავაკეთებ. და სხვა ადგილას გაჩვენე. თქვათ თქვენ არ გინდათ ამ სისტემაში სისტემურად გლობალურად მთელი ამ პარამეტრების გაწერა, ხო? და აი მაგალითად აი ეს ბოლო პუნქტი, აი ეს ბრძანებები ჩვენ გვინდა კონკრეტულ პროექტში გავაკეთოთ. მოდით, სუფთა ექსპერიმენტი რო იყოს, მე წავშლი ამ ძირითად ჩვენ გლობალურ პრომპტსაც სუფთა ექსპერიმენტისთვის, აქ ვამახსოვრებ ამას. თუმცა მე ეფექტი მივიღე, კარგი ეფექტი მივიღე შედარებით წინასთან. ახლა მე შემოდივარ პროექტებში წერო მაგალითად პატიოსანი ასისტენტი დავარქვათ, ხო? ისე, create project ან კონკრეტულ პროექტზე მივაბავ ამას და აი აქ სანამ დავიწყებ chat-ში წერას, აქ არის add instructions. და ინსტრუქციებში ჩავაგდე პირდაპირ აი ეს, ნუ ქართულად რაც ხონდა. აი კონკრეტულ პროექტზე მინდა აი მან ასე სხვა პროექტზე სხვანაირად უნდა მოიქცეს, ხო? დავმახსოვროთ save. იქ როგორც გითხარით, ბევრი ტექნიკაა, მე სხვადასხვა გაკვეთილებში ამას გავშლი კვლევების ბაზაზე. ეს სერიოზული თემაა, საინტერესო თემაა, თუნდაც აქ რაც გაჩვენებთ ქრთამები, ხო, იქ მნიშვნელობის მომენტი. აი ეს ძალიან ესეთი მომენტებია, რომელიც ცდება მშრალ ტექნიკურ დეტალებს, ხო, იქ ფსიქოლოგიის მომენტებია და ასე შემდეგ, რომელიც მუშაობს პრაქტიკულად. მუშაობს. ახლა ეს ინსტრუქცია ჩვენ აქ გვაქვს, მოდით ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ესე იგი, მე ამ პროექტში პატიოსანი ასისტენტი, ხო? რაც ყავს. აქ ეს პატიოსანი ასისტენტი ფლობს გარკვეულ ინსტრუქციებს, ხო? კი ბატონო. აქ და ჩვეულებრივ მოდით ისე ვავიღეთ ამ ჩატს პროექტის გარეთ, გლობალურად, პროექტის გარეთ ინსტრუქციები აღარ მუშაობს, გახსოვთ, წავშალე გლობალური პრომპტინგის ინსტრუქცია. ისე და ისე აქ თუ მე ამას გამოვიყენებ, ხო? ოდნავ ბუნდო, ხო, ეს ახლა დაიმახსოვრა რა, გამოიყენა მან ჩემი წინამორბედი ისინი ოპერაციები, მოდით აი აქ გავუშვათ. სად არის? პატიოსანი ასისტენტი. ოკეი. აი გავუშვათ აქ. და მე მინდა გაჩვენოთ ბრძანებები, როგორ მართოთ, ხო, ბრძანებებით როგორ გავაკეთოთ. რაღაც საინტერესო გაქვს ჩაფიქრებულიო, მაგრამ დავაზუსტოთ რას გულისხმობ შეგნი. თუ ნუ რაღაცა წავიდა იმაში, თუ დაზუსტებას ცდილობს, ხო? ხო და აქ ახლა მე დავწერ slash და ერთ-ერთი ბრძანება
ხო, აი ეს ბრძანებების ნუსხა ამასაც მოგაკვირდით. ერთ-ერთი ბრძანება, აი როგორ მოიწეს ფაქტები გადაამოწმოს, ადამიანურად მელაპარაკოს, კრიტიკოსი იყოს, კრეატიული იყოს, ხო? მოდი critical. critical. გავუშვი ეს და დავაკვირდით წესით და რიგით, მან უნდა იპოვოს ახლა ეს ინსტრუქცია ჩვენი პროექტის ამ პრომპტების სისტემურ პრომპტებში და იწყება კრიტიკულად თუ კრიტიკულად რამდენიმე პრობლემა ჩანს. პირველი, შექმნის პირდაპირ გამოყენება წარმოებაში არაეფექტიანია. ანუ თქვენ ასე შეგიძლიათ გაწეროთ ნებისმიერი, თუ იცით როგორ აკეთებთ, ხო? ნებისმიერი ასეთი როლი საჭიროების დროს აი პირდაპირ როგორც დააპროგრამებთ ძალიან. მოდი ახლა შევხედოთ ამას როგორც კრეატივი. რა ვიცი რა კრეატივი უნდა იყოს იმ სისულელეში, მაგრამ და ეგრევე ვწერთ, თუ კრეატიულად მივდგებით, შეიძლება ეს გახდეს პროდუქტის კონცეფცია, ნაყინი, რომელსაც სამ ფენად იყიდება, ზედა ფენა, წითელი. შექმნის რაღაცას ცდილობს, ხო? რის თქმა მინდოდა? ამით იმის თქმა მინდოდა თქვენ კონკრეტულ პროექტში. აი საკითხავს რო შეფით აქ ავატებთ ინსტრუქციას აქ პირობითად აპროგრამებთ ქცევებს როლებს ხსნით რა უნდა გააკეთოს და იძახეთ აი როგორც მე ვიძახებდი აი ჩვეულებრივი კომუნიკაციისას შესაბამისად ეს კონკრეტულ პროექტში გავაკეთე არავინ ხელს არ გვიშლის გლობალურად ჩამოვაცვლათ ეს ინსტრუქციები მთელ სისტემას ყველა ჩატს ყველა პროექტს და შემდეგ შესაბამისად აი სეტინგებში სადაც პირველი პრომპტები გავწერთ. ყოველ შემთხვევაში იდეა სავარაუდოდ გასაგებია, მე ამ ინფორმაციას პრომპტების შესახებ რა თქმა უნდა მოგაწვით და ხო დააკოპირეთ, გამჯობესეთ, შეამოწმეთ, გავუშვით. ნახეთ და აქ არის თქმა მინდა ეს ეფექტები მარტო ChatGPT-ზე კი არ მუშაობს, აქ Grok-ზეც იგეთება. Grok-ზეც იგეთება, აქაც არის თავისი პროექტები, ხო, აი projects ქვია და ვაკეთებ, ჩააგდებ ამ პრომპტებს, სისტემური პრომპტებიც არის. პლუს მინუს ერთნაირი ინტერფეისები აქვს. კიდევ Claude-ი გამოიყენეთ, კიდევ Gemini, რომელიც გინდათ. გინდათ DeepSeek-ი, ხო? მართალია მაინც პასუხები შეიძლება განსხვავდებოდეს ამათ შორის, მაგრამ სისტემური მიდგომა აშკარად ცვლის ეს პრომპტები. სისტემური მიდგომას და უფრო უკეთესია პროცენტულად, ვიდრე ჩვეულებრივად ასე რომ ჩაყაროთ თქვენი სურვილები, ხო? კარგი, მოდით ამით დავასრულოთ. ამ სერიაში იქნება დაახლოებით მსგავსი მსჯელობები, კიდევ ახალი წამოვა, ძველი შეიძლება არ იყოს აქტუალური როგორც გითხარით, ეს უკვე სისტემები ძალიან აქტიურად ვითარდება და გაუგებარია კიდე რა გველის მომავალში, ხო, როგორ შეიცვლება ესენი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ახლა ყოველ შემთხვევაში დღეს ხვალ ალბათ ასე კრიტიკულად არ შეიცვლება და გამოიყენეთ ეს რეკომენდაციები, რაც ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც გაგიუმჯობესებთ ხარისხს, პასუხების ხარისხს ამ ძალიან კარგ სისტემებში. ახლა კი გემშვიდობებით, კარგად იხაროთ.